მოგესალმებით. თითოეულ თქვენთან სულღმის მადლობთ, რომ გამოწვევით ჩემი არხი, იმის რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მე ვარ კატო. წაკეთოთ რამოდენიმე წუთს და შეგახსენოთ, რომ პირად დიაგნოსტიკებს უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში, WhatsApp-ზე და Telegram-ზე. ასევე გეტყვით, რომ არის Telegram ჯგუფი, სადაც იწყება პერიოდულობით ხოლმე პოსტები. ეხლა დავიწყე ისეთი მინიშნებებთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ადამიანებს რიცხვების სახით ხშირად ემთხვევათ და აინტერესებს ხოლმე რას მიასწავლის, ხან უბრალოდ არც კი აქცევ ყურადღებას ამ რიცხვების კომბინაციას. მაგრამ ამ დროს შესაძლებელია, რომ სამყარო ძალიან საინტერესო ინფორმაციას გაძლევდეთ, რაღაც ისეთ მნიშვნელოვანს გეუბნებოდეს, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტულად იმ სიტუაციაში, იმ ვითარებაში, რომელშიც ხართ. ასე რომ შეგიძლიათ გადმოხვიდეთ, Telegram ჯგუფზე გამოიწეროთ. იქაც ჩვეულებრივად კატო კრემით შეგიძლიათ მომძებნოთ და იქიდება ასევე ყოველდღიური ენერგიები, ანუ შეგიძლიათ ნახოთ როგორი დღე გილოდებათ, თქვათ, პირობითად და შემზადებულები იყოთ იმ დღის ენერგიებთან მიმართებაში და ესე ეტაპობრივად ნელა იქნება კიდევ სწავლებები, რომელიც არის როგორ გავიძლიეროთ ენერგეტიკა, ფინანსებთან დაკავშირებით, პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით და სხვა ბევრი საინტერესო რამ ესე რომ ვთქვათ. ასევე წმენდებზე იცით, რომ უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში და მე დავკალიენტებით რა როგორ რანერად. ამასაც შეგახსენებთ, რომ ვიცით, რომ ამზადებ სამაჭურებს, ესეთი სამაჭურებია და აქსესუარები, ვიღაცისთვის შეიძლება სამაჭური იყოს და ვიღაცისთვის შესაძლებელია ყელსაბამი, ეს უკვე მასია უფრო მარტივად ატარებს, ესეთი ენერგეტიკულად დატვირთული ფინანსებისთვის, პირადი ურთიერთობებისთვის უბრალოდ დამცავი სამაჭურები, რომელიც დაიცავს თქვენს ენერგიას, დაიცავს თქვენს რესურსებს და ესე ვთქვათ, გაძლიერებას მოგიგანთ, ხო? და ასევე სანთლები, ანუ ტრადიციულად ესეთი სანთლები, რომელსაც ადრეც ვამზადებდი ხოლმე, ტრადიციულად ესეთი სანთლები, ვისაც ესეთი მოსწონს და ასევე ამ ეტაპზე ჩემი ბუებთან კაცრავად ჩამოხდა ჩემი სანთელი, მაგრამ სადღაცად დაიკარგა. იშით. ჩემთვის დამოხტული სანთელი დაიქცა. და გეტყვით, რომ ესეთი ჩემი სიყვარული ბუებთან დაკავშირებით, მე მგონი ბუები და სპილოები ყველაზე მეტად მიყვარს და მოკლედ ესეთი ლამაზი ბუები, რომელიც უბრალოდ ბუების ოჯახი, ფერადით ესეთი ახლა აქეთ ახლოს მწვანე მაქვს, სხვადასხვა ფერში. ესეც იმხდება თქვენთვის სასურველი მიმართულებებით და შეგიძლიათ გამოიყენოთ ესეც. მოკლედ ძალიან ბევრი დრო წაგართვით, მთელი 3 წუთი და ეხლა გადავიდეთ გასვლასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, აპრილი დაიწყო და საჭიროა რომ ვიყოთ ინფორმირებული აპრილის დღესთან დაკავშირებით, როგორ და რანაირად. ამისთვის აუცილებლად გავაკეთოთ გასვლა აპრილის თვის ენერგიები, ჩემი ასანთი. და ვნახოთ, რა თქმა უნდა, დღეს ვნახავთ ესეთ ზოგად ენერგიებს, ანუ პირადი ფინანსები რა გაგახარებთ და რა უნდა ერიდოთ და ზოგადი ენერგიები და მე უკვე ვეცდები, რომ შეიძლება დღესაც თუ ვახერხე, ჩაგიწეროთ კონკრეტულად თითო მიმართულება, კონკრეტულად ფინანსები, კონკრეტულად პირადი ურთიერთობაც, თუმცა ამ ეტაპზე გავაკეთებ ვარიანტებით. 3 ვარიანტზე გავაკეთოთ. თუმცა 3 მოვიდა და 3-ზე გავაკეთოთ. მოდით იყოს ესეთი მწვანებუ. იყოს ესეთი თეთრი სპილო, 3 სხვადასხვა ვარიანტი, მარტივად რომ შევცვალოთ. და რა იყოს? დიდი ხანია არ გამომიყენებია ჩემ ბაღები. აი ესე. მე მგონი ჩანს სამივე ესეთი ბუები, სპილო და ესეთი ბაღუნა. აი ეს. დაიფიქრეთ ერთი ვარიანტი და ვნახოთ ზოგადი ენერგიები, პირადი
ფინანსები, რა გაგახარებთ და რას უნდა ერიდოთ. და რა თქმა უნდა, ერთი არყანით რჩევაც ვნახოთ თქვენთვის. რაც შეეხება თქვენს მიერ დაწერილ თხოვნებს რა გაშლები გავაკეთო, ყველა ამოწერილი მაქვს და ეტაპობრივად აუცილებლად დავდებ. ეხლა თუ დააკვირდებით, ცოტა პატარა ვიდეოს ვტვირთავ, იმიტომ რომ ცოტა გადატვირთული პერიოდი მაქვს წმენდათან დაკავშირებით და ვეღარ ვახერხებ ხოლმე დიდ ძალ და ვიღაცას აშკარად მესამე ვარიანტს ძალიან ეჩქარება. აი ეს. მე მგონი ჩაიფიქრეთ, აირჩიეთ, გადავდოთ ეს ჩვენი ბაყაყი, ჩვენი სპილოც გადავდოთ და ვინც ერჩეთ ბუები, მე მგონი აქედან გამოჩნდება ბუები. ნახოთ. დავიწყოთ, თორე ძალიან ბევრი დრომი მაქვს თქვენი. თუმცა მე ძალიან სიამოვნებს თქვენთან ესე მივხედავთ, ისე რომ ასე ვერ შევდივართ კომუნიკაციაში, მაინც სიამოვნებს თქვენთან საუბარი. ზოგადი ენერგიები რა იქნება? რა თქმა უნდა, ფინანსური კუთხით, პირადი ურთიერთობა, რა გაგახარებთ, რას უნდა მოერიდოთ და რა თქმა უნდა, ერთი არგანით რჩევა თქვენთვის. რჩევა თქვენთვის. დავიწყოთ. ზოგადი ენერგიები. ზოგადი ენერგიები ცოტა ესეთია, გადაწყვეტილებების წინაშე დადგებით. სიტუაცია, როდესაც, დასტის ფონი 10-იან ხმალი. ნახეთ, ზოგადი ენერგიები მიგვანიშნებს იმას, რომ დავდგებით არჩევანის წინაშე, საბოლოო ჯამში რაღაცების დასასრულთან მიმართებაში, ხო? უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ან დავრჩეთ, ან წავიდეთ, რაღაცა შევცვალოთ, ხო? ეს არის სიტუაცია, როდესაც ან მივხვდეთ, მაგრამ ნახეთ, როგორი მომენტი არის. აქ თითქოს ეს გადაწყვეტილების მიღება ძალიან გვიჭირს, აი ეს მომენტი არის. ასე რომ ზოგადი ენერგიები თქვენი, ისა ვიტყოდი, ცოტა რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება. თუმცა გადაწყვეტილების მიღების წინაშე აუცილებლად დადგებით. ეს არის გარდაუვალი მომენტი, როდესაც, სხვა გზა არ არის. ან მარჯვნივ, ან მარცხნივ. წინ გზა სხვა მეტი არ არის. აი ესეთი მომენტი იქნება. კარგი, ნახოთ ფინანსებთან მიმართებაში. შესაძლებელია აქ სამსახურთან მიმართებაში გადასაწყვეტი. ფინანსებთან მიმართებაში მე ესე ვიტყოდი. იქნება ცოტა ისეთი, ვიტყოდი, მოგიწევთ ბრძოლა. არ იქნება მარტივად მოსული ფინანსები, შეიძლება ითქვას, თუმცა რაღაცა სტრატეგიის შემუშავების მდგომარეობა ფინანსური კუთხით, რა როგორ გადავანაწილოთ, რა როგორ მივიღოთ, ხო, საიდან მოვიტანოთ კიდევ დამატებითი, ხო, კი, გასაგებია სამსახური გვაქვს თქვათ პირობითად, მაგრამ ამ სამსახურის გარდა კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს, ხო? რაღაცა იცით როგორ მომენტია, მატერიალური თვე არ არის როგორც ასეთი რაღაც შემოვიდა და ყველაფერი რიგზეა. მაგრამ ეს თვე არის, ესე ვიტყოდი, თქვენი ფინანსური ენერგიების გამოღვიძების შეიძლება ითქვას, ხო? იმიტომ რომ სირთულ ზოგადად ადამიანებს გვაქვს ესეთი ცუდი ჩვევა. სირთულეებმა თუ ყელში არ მოგვიჭირა, მანამდე არ ვიწყებთ რაღაცა ესე ქმედებას. და ეს პერიოდი ზუსტად ის პერიოდია ფინანსური კუთხით, როდესაც უკვე დაიწყებთ ქმედებას და ბრძოლას თქვენი მიზნებისკენ, ხო? თქვენი ფინანსური რესურსის დასტაბილურობისკენ. ისე რომ ვერ გეტყვით, რომ იქნება რაღაცა იდეალურად ფინანსური პერიოდი და თვე, თუმცა იქნება ძალიან ესეთი ბრძოლის უნარიანი პერიოდი, ხო? ფინანსებს მე ვნახავთ კიდე აუცილებლად გავაკეთებ გაშლას, კონკრეტულად რასთან იქნება ალბათ საბრძოლველი, მეც გამოჩნდება. პირად ურთიერთობას რაც შეეხება, პირად ურთიერთობაში საკმაოდ კმაყოფილი ბრძანდებით. ვერ ვიტყვი, რომ არ ხართ. ნახეთ, თუ არ ხართ ურთიერთობაში, ესე იგი შეხვალთ ურთიერთობაში, თუ ხართ ურთიერთობაში, ესე იგი დაალაგდება ურთიერთობა. ვიტყვი ესე, რომ ეს არის უბრალოდ ნახეთ, ეს არ არის აქტიური მომენტი, თუმცა კმაყოფილი სიტუაცია, ხო? რაღაცა მივიღე, მესიამოვნა, ჩემთვის რაღაცა სიხარული მოიტანა, დავალაგე ასე თუ ისე, სტაბილურად, აი
სტაბილურად გავჩერდით, ხო, თუნდაც რაღაცა მნიშვნელოვანი ქმედებები გინდოდეთ, ნახეთ, ეს თვე არ არის ქმედებები. ეს არის უბრალოდ ისევ იმ რაკურსით გავაგრძელებთ, თუ ყველაფერი რიგზე გვაქვს, ხო? ანუ არის ახლა არც ისეთ სიტუაციაშია თქვა ადამიანი, რომელსაც ყავს პარტნიორი, უბრალოდ რაღაცა ერთ ადგილას არიან გაჩერებულები, ხო? ეს თვეც იგივენაირად იქნება. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ არ იქნება თქვენთვის რაღაცა სასიამოვნო, ხო? ახლა ადამიანის დაკარგვარც არ გვინდა სასიამოვნო, როდესაც ერთად ვართ, ხო? რაღაცა შევჯერდებით, თქვა, თუნდაც რაღაცა სადაო საკითხებთან მიმართებაში, ისე რომ პირად ურთიერთობაში ასე თუ ისე დასტაბილურებული სიტუაცია გექნებათ. რა გაგახარებთ? გაგახარებთ თანადგომა პირველ რიგში. გაგახარებთ ადამიანებისგან, მეგობრებისგან, საყვარელი ადამიანისგან, ოჯახის წევრებისგან თანადგომა. თანადგომა იმასთან მიმართებაში, რომ თქვენ რაღაცა წახვიდეთ წინ. განსაკუთრებულად მე ესე ვიტყოდი, რომ ფინანსური სიტუაცია ცოტა ისეთი მომენტია, რომ შესაძლებელია აქ გაგახარებთ ის მომენტი, რომ ფინანსურად დაგეხმარებიან, ხო? ანუ ფინანსურად დაგეხმარებიან რას ნიშნავს ეს, რომ თქვათ რაღაცა პერიოდი თუ გექნებათ რაღაც პრობლემა, თქვენი ახლობლები აუცილებლად გაგიმართავენ ხელს. მეორე ის მომენტი, რომ შეიძლება საჩუქრები გააგიკეთონ, ხო? რაღაცა პატარ-პატარა ესეთი საჩუქრები, რომელიც სასიამოვნო იქნება თქვენთვის ფინანსურად დაგეხმარებათ, ხო? რაღაცა მეგობარმა რაღაც თქვათ პრემია აიღო და გადაწყვიტა რომ თქვენ რაღაცა პრემიიდან გაგინაწილოთ და გაჩუქოთ უბრალოდ, ხო? რაღაც შესაძლებელია, რაღაცა ესეთი სიტუაციები იყოს და მიხვდეთ რომ თქვენ გეხმარებიან და არ ხართ მარტო, ხო? რაღაცა ესე ძალიან კარგია, როდესაც ხვდები რომ შეზგვერდით არიან ადამიანები, რომელსაც აინტერესებს შენი მდგომარეობა, ესე რომ ვთქვათ, ხო? აი რაღაც ეს სიხარულის მომენტი გექნება. რას უნდა მოერიდეთ? აქ მე ესე ვიტყოდი, მოერიდეთ ალბათ უფრო ის მომენტი არის, რომ უნდა მოერიდოთ ძალიან დიდი ენერგიის გაცემას და სხვებისთვის რაღაცის სწავლებას და უფრო მეტი მოისმინოთ. ხვდებით, აი, ნახეთ, არის მომენტი, როდესაც ჩემი იდეას ვიტყვი, თქვათ, ბიზნეს იდეას, თქვათ, უბრალოდ ან რაღაცა ჩემს მიზანს სწავლასთან დაკავშირებით და რაღაცა ცვლილებებთან დაკავშირებით. და შემდეგ ხდება ისე, რომ ეს მიზანი, რომელიც მინდოდა რომ შემისრულებინა და ვამბობდი, აღარ გამოდის, ხო? ანუ ეს იმას არ ნიშნავს, კი, არიან ისეთი ადამიანები, რომ არ უხარიათ, სამწუხაროდ, ესეთი ადამიანებიც არსებობენ, მაგრამ შეიძლება სულაც არ იყოს ესეთი ადამიანი, ძალიანაც უხაროდეს თქვენი წინსვლა, მაგრამ უბრალოდ ადამიანს გქონდეს ცოტა მძიმე ენერგეტიკა, ხო? ცოტა მძიმე ენერგეტიკა რას ნიშნავს? უბრალოდ თვითონ გქონდეს ისეთი თვალის მომენტი, რომელიც გაუაზრებელია, ხო? ანუ არის ესეთი შემთხვევები. ახლა დედაზე კარგი შვილისთვის მე მგონი არავის არ უნდა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც საკუთარი დედაც ასე თუ ისე შეიძლება რაღაცა, თვალავდეს შვილს. ხდება ესეთი მომენტები. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ მოერიდოთ საუბრებს თქვენს მიზნებთან მიმართებაში, თქვენს მომავალ გეგმებთან მიმართებაში. რაღაცა დასახული იდეების, დასახული ბიზნების საუბარს, რომ აი თქვა ამას ესე ვაპირებ, ამას ესე ვაკეთებ, ანუ მსგავსი მომენტები მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ არის საუბრობთ. ეს არის თქვენთვის ყველაზე და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღეთ პირიქით, ხო? ანუ მეტი მოისმინეთ სხვებისგან, მეტი წაიკითხეთ, მეტად რაღაცა ესეთი ინფორმირებული იყავით. და რჩევა თქვენთვის. თქვენ საკმაოდ ესეთი მდგომარეობა, სადაც გექნებათ, აი ხო გეუბნებით აქ გადაწყვეტილების მიღება, აქეთ ფინანსურათაც რაღაც საბრძოლველი მომენტი და ეხა ემოციური მდგომარეობა, როცა ცოტა მძიმე არის და მეტუმეტეს მატერიალურ სიტუაციაში კი პირადში ყველაფერი რიგზე გვაქვს, მაგრამ შესაძლებელია რომ გამოვიდეს ემოციური მდგომარეობა ცოტა ისეთ რჩევა არის ის, რომ არ დაყაროთ ფარხმალი პირველ რიგში მაგას ვიტყვათ. მეორე ის, რომ ბრძოლა არასოდეს არ არის, ანუ ხეთ შეიძლება
ერთ ბრძოლაში დაეცეთ, მაგრამ ომი მოგებული იქნება მაინც ხვდებით. ანუ არ ნიშნავს იმას, რომ ომს წააგებთ. შეიძლება ერთი ბრძოლა წააგოთ, რაღაცა არ გამოვიდეს ისე, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ წააგეთ მთელი ომი და თქვენ წააგეთ ძალიან ბევრი რამ არა. პირიქით, ეს არის გამოცდილება, ეს არის მდგომარეობა, როდესაც მე შევძელი, ანუ მე მივიღე ჩემთვის ცოდნა. ასე რომ რჩევა არის ის მომენტი, რომ ეცადეთ, რომ აი ეს ომში, რომელშიც შეხვალთ და იმ გადაწყვეტილებებში, რომელშიც შეხვალთ, ნახეთ, ხან არის ესეთი მომენტი, რომ შეიძლება ვიღალატოს ინტუიცია და არასწორი არჩევანი გავაკეთეთ, მაგრამ ამ არჩევანს ნუ მიუდგებით ისე, რომ ეს თქვენთვის არის რაღაცა სასჯელი, ან ეს არის თქვენთვის რაღაცა დამაქცეველი, არა, მიუდექით ცოტა უფრო მსუბუქად და ცოტა უფრო მარტივად შეხედეთ ამ მდგომარეობას, ხო? აი, რა შეიძლება გააკეთოთ, რა შეიძლება შეცვალოთ, რომ გამოასწოროთ. მოკლედ ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტი. ნუ საერთია ბუები. ვნახოთ, მეორე ვარიანტი რას გვეტყვის? მეორე თუ სწორად მახსოვს, ეს იყოს სპილო. ეს სპილო, ესე მოგონი აქ კარგად ჩანს. ცოტა დამალულია, მაგრამ ჩანს. ვნახოთ. მეორე ვარიანტისთვის. ვნახოთ. მეორე ვარიანტი რას გვეტყვის? ზოგადი ენერგიები, რა თქმა უნდა, ფინანსები, რა თქმა უნდა, პირადი, ასაკურველი არა გაგიხარდებათ, რას უნდა მოერიდოთ და რა თქმა უნდა, რჩევა თქვენთვის. რჩევა თქვენთვის. პენტაკლების 6-იანი დასტის ფონი. მიღება გაცემის თვეკა. ოჰო. მეორე ვარიანტი ცოტა ცდუნებების პერიოდის დრო მოდის. ნუ ცდუნებები ცოტა ესეთი მომენტი არის. ხანდახან ეს ცდუნება კარგია, ხანდახან ცუდია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თვე არის ესეთი მე ვიტყოდი ალბათ საინტერესო, იმიტომ რომ ხანდახან ის ცდუნებაც საჭიროა, რომ ჩვენი ნებისყოფა, ჩვენი რაღაცა მორალური მდგომარეობებიც შევამოწმოთ, ხო? რა შეგვიძლია, რაზე გავრისკავთ, რას არ გავრისკავთ, რას გავაკეთებთ და არ გავაკეთებთ. თუმცა მე ესე ვიტყოდი, რომ მიუხედავად ისა, რომ ძალიან დიდი ცდუნებების მომენტია, აი მაინც მომდის ის მომენტი, რომ აქ თვე გექნებათ საკმაოდ ესეთი საინტერესო, უფრო მატერიალური კუთხით რატომღაც. ნახოთ რა იქნება მატერიალური კუთხით, იმიტომ რომ აი აქ რაღაც ესე მომდის. მეორე ვარიანტის ენერგიები არის რაღაცა ცოტა გაფართოების, ანუ უფრო გაფართოებაზე რო ფიქრობს ადამიანი, უფრო რაღაცა განახლებაზე, ცოტა ესეთ შემოთავაზებებზე, რომელიც ლამაზია და აი ზუსტად ეს მომენტია, ნახეთ, შეიძლება უცებ რაღაცა დავსახე, ძალიან კარგად გამოვიდა, ძალიან კარგად არის იდეურად, მაგრამ ბოლომდე რაღაცები არ გავთვალე და შეიძლება არ გამოვიდეს, ამიტომ ნახეთ, ეცადეთ რომ კარგად გათვალოთ ყველაფერი აქ. ცოტა ესეთი მომენტია ფინანსურად. ფინანსურად მიუხედავად იმისა, რომ არ არის აქ მატერიალური არკანი, მე ვიტყვი, რომ მაინც კარგად იქნება ყველაფერი, იმიტომ რომ 10-იან პენტაკლები ოჯახის არკანია, სადაც არის ჰარმონია, სადაც არის სიმშვიდე, სადაც არის ცისარტყელა, ბედნიერება და ასე შემდეგ, ხო? ნახეთ, მე ესე ვიტყოდი, რომ ფინანსურად არ გიქნებათ პრობლემა. ყოველ შემთხვევაში ის, რაც გააქვთ დღეს და თქვათ პირობითად ის, რასაც თქვათ შოულობთ, ხო? ნუ ძალიან ჩვეულებრივად
სტაბილურად იქნება. თუ არ გაქვთ სამსახური, ხო, პირობითად არის ესეთი მომენტი და შემოსავლები და გაინტერესებთ შემოვა თუ არა სამსახური. აქ არის რაღაც შესაძლებლობა იმის, რომ შემოვიდეს. ყოველ შემთხვევაში თანადგომა ოჯახისგან, თანადგომა და მხარდაჭერა თქვენ აუცილებლად გექნებათ. ფინანსური კუთხით, აი უფრო ეს მომენტია, ემოციური მომენტი არის, სადაც თანადგომას უფრო ვეყრდნობით. პირად ურთიერთობაში არის ემოციები, არის ენერგიები, დადებითი, სასიამოვნო, აქაც თასები, ხა პირადში თასები ძალიან სასიამოვნოა. ეს არის რაღაცა ფლირტი თუ ახალ ურთიერთობა, ვიღაცისთვის შეიძლება ახალი ურთიერთობის მომენტი იყოს, ვიღაცისთვის უბრალოდ ძველის განახლების მდგომარეობა იყოს, და ძველის იმას არ ნიშნავს, რომ წასულ პარტნიორზე გულისხმობ, არა. ანუ ურთიერთობაში ხო არიან 10 წლიანი ცოლ-ქმრები, 20 წლიანი და აქვთ რაღაც პატარ-პატარა ხარვეზები, უკვე გადაღლილობა, ბავშვები გაზარდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ, აი მეორეს თქვა გაეხსნათ ურთიერთობას და რაღაცა ეს მომენტი, ხო? რაღაცა იქ ვიღაც დავაბინავეთ, იმას თავის გზა, ამას თავის გზა და ჩვენ რაღაცა განახლება დავიწყოთ, ხო? გავიხსენეთ ჩვენი ახალგაზრდობა, როგორ გავიცანეთ, როგორ აი აქ პირად ურთიერთობასთან მიმართებაში რაღაცა ისეთი ჰარმონიულად მშვიდი სასიამოვნო პერიოდი გელოდებათ. არ იქნება რაღაცა დატვირთული სიტუაციებით. რა გაგახარებთ? სტაბილურობა, ენერგია, რომელიც ურთიერთ დამოკიდებულებაზე არის აწყობილი. ერთი მხრივ გაგახარებთ ის, რომ თქვენი ურთიერთობა იქნება სასიამოვნოდ რაღაცა ურთიერთ დამოკიდებულება იქნება სასიამოვნო და ნახეთ კარგი გაგება, ანუ ჰარმონიულობა შესცენთ კიდევ უფრო მეტად ურთიერთობასაც. თუ ფინანსური თემით განვიხილავთ, აქაც არ არის პრობლემა, აქაც სტაბილურობა არის, სტაბილურობა იმას მიმართებაში, რომ თქვენ არ გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ თქვენ გვერდზე იქნებიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან, რომლებიც გამოგიწვდიან ხელს, ეს ოჯახის წევრები იქნებიან, თუ მეგობრები, ყოველ შემთხვევაში თქვენს გვერდზე იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეძლებენ, რომ აპრილი ჰარმონიულობით შეგივსონ. რას უნდა ერიდოთ? უნდა ერიდოთ შიშებს. ნახეთ, არის მომენტი, როდესაც თან აქეთ ცნობები, აქეთ შიშები. არის მომენტი, როდესაც შემოთავაზება გვაქვს, თქვათ, პირობითად საქმიანი, სადღაც მუშაობთ და ნახეთ, ცნება კარგია. იმიტომ რომ კარგი სამსახური შემოგთავაზეს. მაგრამ მეშინია არსებულის დაკარგვის, იმიტომ რომ აქ არსებულში უკვე დიდი ხანია ვარ, სტაბილურად ვარ და ამ ახალმა რომ არ მომიტანოს და ბევრჯერ ყოფილა რომ გაუშვიათ ადამიანებს შანსი, იმიტომ რომ შეეშინდათ. იმიტომ რომ ცდუნება ვერ მიიღეს სწორად, ანუ ვერ გაანალიზეს სწორად და შესაბამისად, როდესაც ვერ გაანალიზეს და შიშმა შეიპყრო, აღარ გადადგეს ნაბიჯი და ნახეთ, სტაბილურად კი არიან სადღაც, მაგრამ გამოეცალათ ხელიდან ის შანსი, რაც შესაძლებელია ყოფილიყო მათთვის ძალიან წინ წაწევის და წარმატების პერიოდი. ანუ ეცადეთ, რომ თქვენმა შიშებმა არ შეგიპყრონ, არ გქონდეთ რაღაცა ესეთი დამოკიდებულება, ხო? ანუ არ მისცეთ გასაქანი თქვენ შიშს. აი ეს არის მნიშვნელოვანი. რას გირჩევთ? იმოქმედეთ, არ დაყაროთ ფარფლანი. ნახეთ, ზუსტად ეს მომენტი გითხარით. ანუ შიშს არ მისცეთ საშუალება, რომ არ გადადგათ ნაბიჯი წინ, რომ არ იმოქმედოთ, რომ არ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. შეცვალეთ, იმიტომ რომ ეს თქვენ ძალიან გჭირდებათ. ასე რომ იმოქმედეთ და უბრალოდ ნახეთ, ცდუნებების მდგომარეობა, როდესაც რაღაცა შემოთავაზება იქნება, გადააფასეთ, კარგად შეხედეთ. იქნება ის არის, რაც ნამდვილად თქვენ გჭირდებათ. ან შესაძლებელი არ იყოს რაღაცა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ ვალოდებული ხართ, რომ იმოქმედოთ. თქვენ უნდა იბრძოლოთ თქვენი ბედნიერებისთვის. აი ეს არის. ამ თვეს თქვენ გექნებათ აი ეს მუხტი იმის, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ. მე წინ წავალ, მე შევძლებ ვიბრძოლო ჩემი ბედნიერებისთვის. ძალიან კარგია. ვნახოთ.
მესამე ვარიანტი, ვინც აირჩია ესეთი ბაყაყუნიები. შეყვარებული ბაყაყები არიან ისინი. ნახოთ. მესამე ვარიანტს რას პირდება? აპრილის თვე. ნახოთ. მესამე ვარიანტისთვის აპრილის თვე რას მოიტანს? ზოგადი ენერგიები, ფინანსები, რა თქმა უნდა, პირადი ურთიერთობა არ დავივიწყოთ, რა გაგახარებთ, რას უნდა ეიდოთ და რა თქმა უნდა თქვენთვისაც რჩევა. მესამე ვარიანტი წეღანაც გადმოხდა ჩვენი ბაყაყით. რა ხდება? ვინ ხართ ესე რომ ჩქარობთ ამ ყველაფერს? ისე მეც მესამე ჩავიფიქრე საინტერესო რა მელოდება. ძალიან საინტერესო. და რჩევა მესამე ვარიანტისთვის. უი. დასტის ფონი არ მომწონს. დასტის ფონი არის ღრიან ხმალი. შიშები რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა გავაკეთო, რა უნდა მოვიქცე, როგორ უნდა მოვიქცე. კი არა, ვაიმე. აი ეს მომენტი მომდის ხა აქ. სხვათა შორის ზუსტად მეხება. სამყაროს არკანი, ენერგიები არაჩვეულებრივი. ციკლი თარდება, რაღაც ახალი იწყება. მშვენიერი ენერგიები არის სამყარო. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გავაანალიზე ყველაფერი, გავიაზრე და მივხვდი, რომ ის რაშიც ვარ, არის ჩემი დასასრულებელი. აი ზუსტად ეს ენერგია დავასრულე და ახალი ენერგიით ვიწყებ ახალ ფურცლით, ახალი წიგნით, ახალი რვეულით, არ ვიცი ვინ რითი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ნახეთ, მე ესე ვიტყოდი, წავშალე წარსული და დავიბადე თავიდან. მე ესე ვხედავ ამას. ისე რომ მესამე ვარიანტისთვის საკმაოდ კარგი ენერგიებია, ზოგადი ენერგიები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, იმით რომ აუცილებელი არის ზოგადად იყო შემართებით იმისთვის, რომ არ დანარჩენი დაალაგო. და თუ ზოგად ენერგიებში ხარ, ცოტა ის რაღაცა ცუდ მდგომარეობაში ხო, რაღაცა ისეთი სევდიან მდგომარეობაში. მე ფიზიკურად გიჭირს რაღაცების დაალაგება და დანახვა, ნახეთ, როდესაც ხარ ესეთი დადებით ენერგიებში, მარტივია დაინახო სირთულეში ის ნაპერწკალი, რომელიც გამოგეყვანს. მარტივია დაინახო ყველაფერი, შესაძლებლობები, შეუძლებლობები, ანუ ყველაფერს ხედავ, როცა ხარ ენერგეტიკულად კარგ მდგომარეობაში. ამისთვისაც არის ზოგადად ისე წმენდების მდგომარეობა, ან წმენდის რიტუალები, როდესაც ენერგეტიკას ასობ, თავი ზუსტად აი ეს მომენტია. ის გიხსნის და გიხსნის შენს ცნობიერებას და ქვეცნობიერებას და შენ შეგიძლია დაინახო ყველაფერში შესაძლებლობა. და თუ რამეში დაინახე, რომ არ არის აქ რაღაცა შესაძლებელი და ეს არ არის, უბრალოდ შეგიძლია მარტივად გაუშვა, არ გაეკიდო. აი ზუსტად ეს მომენტი არის მესამე ვარიანტისთვის დავასრულე. მორჩა და ვიწყებ თავიდან. ნახოთ ფინანსებში რა არის. განდეგილის მდგომარეობა. ფინანსებში ვიტყვი აქ, რომ ბოლომდე ჩავყევით ახლა სიტუაციას. მეორე მაღალი არკანი გვაქვს. მე ესე ვხედავ ამ ყველაფერს, რომ მე არ ვიტყვი იმას, რომ ფინანსები იქნება გადასწარევად ასეთი იმითი, მაგრამ ნახეთ, უკვე გავაანალიზებ, როგორ გადავანაწილო, სად გადავანაწილო, პრიორიტეტები დავალაგო, რაღაცა ჩემთვისაც გადავდო, ანუ ნახეთ,
სად ვუშვებ შეცდომას, სად არასწორად მოვიქეცი, რომ ფინანსები, მერე ვიწყებთ უკვე იმის მდგომარეობას, რომ რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ფინანსურად მყარად დავდგე. კარგი გაანალიზების არკანია, ხვდებით? შეიძლება ფინანსები როგორც ასეთი არ არის, მაგრამ ეს არის კარგი გაანალიზების შეიძლება ბიზნეს გეგმის დასახვაც, ხო? აი, კარგი გაანალიზების შესაძლებლობა გეძლებათ ფინანსური კუთხით. კაია. პირადი, მესამე მაღალი არკანი ეშმაკი. პირადში ვიტყვი ესე, რომ ამ შემთხვევაში არის ვნება, ემოცია, რაღაცა თავგადასავლები, ვისაც ყავს პარტნიორი, ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი სექსუალური თუ ემოციური თუ რაღაც ისეთი კარგი ენერგიები მოდის. და ვიტყოდი, რომ თუ სწორი პარტნიორი ყავთ, სასიამოვნო ემოციურ პერიოდს გთავაზობთ, ესე რომ ვთქვათ. ესე. თუ არ ყავთ პარტნიორი, იქნება რაღაც ისეთი ყოველ შემთხვევაში დაინტერესება ადამიანების მხრიდან, შესაძლებელია ეს რაღაცა ცოტა უფრო ინტიმური და რაღაცა ემოციური მდგომარეობით, ხო, რაღაცა ისეთი ქარიზმატულობა დავინახეთ და მომიდა გაგიცნოთ, ხო, რომ და რაღაცა კონტაქტი დავამყრო, რაღაცა ეს მომენტი იქნება. რა გაგახარებთ? მესამე კი არა და მეოთხე მაღალი არკანი. არ ვიცი, საოცრება. დანარჩენი მაღალი არკანები თუ არის, არ ვიცი. მესამე ვარიანტი, აშკარად მესამე ვარიანტი ჩავიფიქრე. რა გაგახარებთ? ეს არ არის ცუდი. გრევა არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დაინგრა. არა. ნახეთ, სამყაროს არკანით ვიწყებთ. ან ციკლს ვასრულებთ. შესაბამისად გრევა მოხდება. გაანალიზების არკანში გადავდივართ მატერიალურში მართალია, მაგრამ გრევა მოხდება. ნახეთ, თუნდაც იმის გრევა მოხდება, რომ აქამდე თუ მატერიალურ რესურსს ვანაწილები რაღაც ესე ქაოტურად ვიწყებ უკვე დისციპლინას, რაღაცას, ხო? გრევა ეს არის მდგომარეობა, როდესაც ყველაფერი რაც კი აღარ გემსახურებათ, რაც კი თქვენთვის აღარ არის, რაც კი თქვენ გიშლით ხელს წინ სვლაში, არის მომენტი, როდესაც ნახეთ, სამსახურში ვარ, ასე თუ ისე სტაბილურად ვარ, ასე თუ ისე კარგად ვარ და ამ დროს ძალიან კარგი ბიზნეს იდეები გაქვთ, ძალიან კარგი აზრები გაქვთ, რომელიც შეგიძლიათ განახორციელოთ და იმაზე წინ წახვიდეთ, ვიდრე თქვათ იმ სამსახურში დომა არის. მაგრამ რა ვქნათ, ძალიან ესეთი კომფორტის ზონა შევიქმნით და უნდა არიან ადამიანები, რომლებიც კომფორტის ზონას ტოქსიკურ ურთიერთობაში ქმნიან. ახლა ტოქსიკური ურთიერთობაში ვარ, მაგრამ შევეჩვიაირო წავიდე მერე ვიღას ვუნდივარ, ან თქვათ სამი შვილით ვისჭირდები, თუ ოჯახური ძალადობები და ასე შემდეგ არის ესეთი მომენტი, კიდევ ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ცოტა ჩემს სახთან ესეთი ადგილია, რომ ხშირად ხდება ხოლმე ბევრი გავლელი. და ხანდახან ისეთი წივილ-ტკივილი ხამდა, რომ გამიხედია, გოგო და ბიჭი ჩხუბობენ, რაღაცა ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, განსაკუთრებით თქვათ რაღაც ისეთი და მეორე დღეს დამინახიან ისევ ერთად. ჩემთვის წარმოუდგენელია ვინმე დამიყვიროს, კი არა და სხვა დანარჩენ სიტყვებზე ლაპარაკი არ არის, უბრალოდ ტონი ამიწიოს იმ ადამიანთან, ფიზიკურად არ გავჩერდები, იმიტომ რომ ადამიანი მე არ მცემს პატივს, თუ იმას ჭირდება ჩემზე ტონის აწევა, ვთვლი, რომ ჩვენ საერთოდ არაფერი არ გქონია, ხვდებით? და ამას ძალიან სჭირდება ყურადღების მიქცევა, იმიტომ რომ თუ ადამიანი თქვენ რაღაცა არ გექცევათ სათანადოდ, ხო? ტონს აუწევს, რაღაცა სიტყვას გეტყვით ისეთ, რომელიც გულს გატყენთ, არ გაქცევთ ყურადღებას, არ აინტერესებს რა გტკივათ, რა გიხარიათ, თქვენთვის რა არის პრიორიტეტი, ამ ადამიანთან თანაცხოვრებაც არ ღირს. მერე თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში თუ ესე იქცევ ადამიანი, ის მერე უარეს იზავს. ის მერე უფრო, ეჭვიანობაც ჩემთვის წარმოუდგენელია. იმ მხრივ, რომ ხა თუ ადამიანი დღეს არ მენდობა და
არ თulis რომ მე სანდო ვარ და ურთიერთობა შეიძლება ჩემთან ის ხვალაც იგივეს იფიქრებს და მე შესაძლებელია ეს ეჭვიანება გადაიზარდოს რაღაცა ძალადობაში. ამიტომ ამას ავსვამ მიაქციეთ ყოველდღე. ან ნახეთ გამიგზავნა სიტყვა მოკლედ ვიტყვი რომ გაგახარებთ ის რომ რაც აღარ გემსახურებათ, რაც ბედნიერებას აღარ გაძლევთ, მატერიალური იქნება, სამსახური იქნება, პირადი ურთიერთობა იქნება, რაც არ უნდა იყოს ყველაფერი დასრულდება და ახალი ფურცლით გაწყებინებთ სამყარო ცხოვრებას და რას უნდა ვერიდოთ. აჰა. გაურკვევლობაში ყოფნას. ნახეთ, უნდა ვერიდოთ იმას, რომ არ მოვეჭიდოთ. ნახეთ, სამყარო გაძლევთ იმას, რომ გაგიხსნათ, სამყარო გაძლევთ იმას, რომ დაასრულოს თვითონვე და დაგიმთავროთ სიტუაციები, იმას, რასაც თქვენ გადაწყვეტილებას ვერ იღებთ და ნახეთ, რომ გავაგრძელოთ და დავუწყოთ სამყაროს ბრძოლა იმაზე, რომ არა მე ამას არ ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებ და აი აქ უნდა დავრჩე და ეს უნდა გავაკეთო და ნახეთ, სამყაროს და განახებთ, რომ უნდა წახვიდეთ. ნუ დაუწყოთ სამყაროს ბრძოლას. აი მაგას მოვერიდეთ, იმიტომ რომ სამყარო როდესაც გაძლევს შანსებს, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა ენდო და გაყვე. აი სხვათა შორის, აი ამისთვის ძალიან დაგჭირდებათ ის მომენტი, რომ თუ ციფრების კომბინაციებთან მიმართებაში გექნებათ ხშირად რაღაცა მინიშნებები და ზუსტად გეცოდინებათ სამყარო რაც გთავაზობთ და შეგიძლიათ მაგისთვის გადმოხვიდეთ მე ტელეგრამ არხზე და ნახოთ. და აი ზუსტად ეს მომენტი გაქვთ ახლა. აი აქ უნდა ერიდოთ შეწინააღმდეგებას და თქვენით არჩევას იმისა, რასაც სამყარო გაცილებთ. აი ამას მიაქციეთ ყურადღებად და ანუ 2, 4, 5, 6 არკანიდან მე-6, ანუ 1 არის მხოლოდ და მხოლოდ დაბალი არკანი, დანარჩენი 5 არის მაღალი არკანები და რჩევა თქვენთვის. ეს არის იეროფანტი. რჩევა თქვენთვის ესე ვიტყოდი, რომ გაქვთ გამოცდილება. გაქვთ რესურსი. იმასაც გეტყვით, რომ სამყარო კი არ გეხმარებათ, არამედ მთელი თავისი როიტყვიან მაღალი დაბალი ძალებით გეხმარებათ. გაითვალისწინეთ, გამოიყენეთ თქვენი ქვეცნობიერი, ცნობიერი ინტუიცია, განათლება, მეგობრები, რჩევები მიიღეთ, თუ არ ვიცი, აი საუბრებიდან, ნახეთ, ყველაფერი გამოიყენეთ, ყველა რესურსი გამოიყენეთ, რასაც სამყარო გაძლევთ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც იცის და ისწავლეთ უკვე. და ეხლა ნახეთ, სამყაროს მივყავართ სადღაც იმ ცნობიერებამდე, რომ საბოლოო ჯამში გავაანალიზოთ, რომ გავაანალიზებთ, ვისწავლით, ცოდნას ისე ჩაგვიტებს, ხან წაქცევით, ხან რაღაცა ხელში აყვანით, ხან ყველანაირ ცოდნას რომ გვაძლევს, მერე გვეუბნება, რომ ეხლა აქამდე მოგიყვანე, მოგეცი ცოდნა და ეხლა ეს ცოდნა გამოიყენე. არ ვიცი, მესამე ვარიანტი ძალიან კარგი არკანებია. არ არის ისე, რომ ახლა შეიძლება თქვათ, რომ რაღაცა მატერიალურად რაღაცა ცუდ სიტუაცია, იქ ვიღაცას მაინც ეხმარებიან და აქ მე არ მეხმარებიან არავინ და ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ, ეს არის თქვენი ზრდის ფაქტორი, ეს არის თქვენი და არა სხვების. ეს არის თქვენი გზა, რომელსაც სამყარო მე როგორც ხედავ, ძალიან კარგად დაგეგმილად გიმზადებს და მე გეტყოდით, რომ თუ არ დაუწყებთ შეწინააღმდეგებას და თუ არ დაუწყებთ, რომ აი გავაკეთო, არ გავაკეთო, ვაიმე და აი ეს შიშები, ეს ცხრიან პენტაკლები იყო, ცხრიან ხმლები თუ არ შემოგიჩნდებათ და არ შეჭამს თქვენს რესურსს, თქვენ ძალიან კარგ მდგომარეობაში იქნებით მერე უკვე. იმიტომ რომ აი ეს მომენტი ძალიან დაარეგულირეთ. ძალიან მომეწონა მესამე ვარიანტი, ხო გემივით, მეც მესამე ვარიანტი ჩავიფიქრე და აი ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ საკმაოდ
კარგი პასუხები მივიღე ყველაფერთან მიმართებაში. იმედია თქვენც მიიღეთ სწორი და კარგი პასუხები. და ამ რჩევებით თუ რა ვიცი, ჩემს საკითხული მდგომარეობით თუ მოგწონთ და ბევრი რაღაცა კარგად განვითარდება. მე რა თქმა უნდა ბედნიერებას გისურვებთ. რა თქმა უნდა ველოდები ყოველთვის თქვენგან კომენტარებს რა როგორ რეზონირდება და რა როგორ არის ხოლმე ძალიან მიხარია და ძალიან სიამოვნებს. სხვათა შორის ამეთ დაბირეკა ერთმა ადამიანმა და წლების წინ ქონდა ჩემთან ჩატარებული წმენდა და შედეგი არ ვიცოდი როგორი იყო, იმიტომ რომ აღარ დამეკონტაქტა და მე რომ ეხლა რომ დამეკონტაქტა მითხრა რომ რა ძალიან ყვაყოფილი ყოფილა და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ხა უბრალოდ უკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სასიამოვნოა ხო ხდებით, აი რაღაცა რესურსს ვდებ, ძალიან სასიამოვნოა, როცა გეუბნებიან რომ რა როგორ ანა, თუმცა მარტო სასიამოვნოზე არ არის, თუ რაღაცა არ არის ისე, მაგასაც ვიღებ, ხო? ანუ იმიტომ რომ არის მომენტები, როდესაც რაღაცა არ გამოდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ბოლომდე მიყვარს ბრძოლა. არასოდეს არ ვნებდები არაფერზე და ბოლომდე ვიბრძვი მიზნამდე. მე ჩვევა მაქვს. უბრალოდ მე მგონი ცუდი ჩვევა არ არის, თუმცა ხანდახან ალბათ დათმობაც საჭიროა, მაგრამ რას ვისაუბრებ. ბედნიერება თითოეულ თქვენთაგანს გამიგრძელდა სიტყვა წარმატებები დროებით.